ჩვენ არ შედის ჩვენს ინტერესში. ვინ დაუდგა ამას გვერდით? სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასევე მოიძიეთ პატივცემულო, ეს არის ფაქტი. ეს არ არის ზურა გურულის მოგონილი, რომ აი ნახეთ ეს ტრამპისტი ზურა და ტრამპისტი თორნიკე იგონებენ ამას და რაღაც თავის იდეებს. არა ბატონო, აი ხა ვიღაც რო გამოვიდა იტყვის როგორ ისინი სულ ბაიდენი ეხმარებოდა იმას რა ქვია უკრაინას და ტრამპმა დაღუპა და საერთოდ რეალები ხდება. აი იცით რა ეს არის უბრალოდ არ ვიცი უბრალოდ აი ეს არაადეკვატურობის პიკია ალბათ და ნუ არ ვიცი ან რაში წერია ან რა სიბრიყვეა უბრალოდ ასე თავის დაბნელება მის გონების რომ უბრალოდ არ აღიარო ფაქტი მე არ ვამბობ აი ფაქტი ზუსტად დაახლოებით 1 წლის წინ ხო 1 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალური სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის ნებართვით ოფიციალურად აუგრძელეს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი საომარი ოპერაციის განხორციელება. წარმოიდგინეთ, რომ ეს თავის დროზე გაეკეთებინა უკრაინას, რამდენად ადრე დაასუსტებდა რუსეთის ეკონომიკას და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღეს. და დღეს მაშინ თუ გნებავთ რომ ობიექტური შედარება მოიტანეთ დღევანდელი პრესა ამოწიეთ და ჩვენ რას ვხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მინისტრი ანუ ომის მინისტრი და ასე შემდეგ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურად მეცაც გეტყვით ადამიანი რომელსაც უბრალოდ იარლიყი აქვს ანტიუკრაინულების ვიცე-პრეზიდენტიც კი გამოდის და ჯეიდი ვანსი ყველა ერთად აცხადებს რომ დღეს ჩვენ ყველანაირად მხარს უჭერთ იმას რომ უკრაინამ განახორციელოს შეიარაღებული შეტევა თავისი დრონები და განადგუროს რუსული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ნავთობის ინფრასტრუქტურა და უფრო მეტიც ჩვენ ამისათვის ზუსტად დაარტყმოთ და კიდევ უფრო ეფექტურად განადგურონ ამისათვის ოფიციალურად ვაცხადებთ რომ ჩვენ მივაწვდით უკრაინას განსაკუთრებულ დახვეწილ სადაზვერვო ინფორმაციას რომ ერთი ბომბიც არ ააცინონ იმ ანეკდოტის არის ხო გურული რომ იმაშება ხო ცეტყვა რომ მოდის ხო და იელვა ამ დროს და ხო გოუნათე რომ არ ამასწინოს არც ესიო იმის არის ხო ზუსტად აი ესეთი ამ ანეკდოტის არის ხო აი ხა ეს მიაწვდი და პლუს ამას საუბარია ტომაჰავკებზე აი ამ 1500 კილომეტრზე მიმავალი შორს უსროლელი გამანადგურებელი იარაღის და რაკეტების მიწოდებაზე. მოდი ვთქვათ ასე, მე ჯერჯერობით ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ ტომაჰავკების სწრაფ მიწოდებას ცოტა ისეთ სკეპტიკურად უყურებ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მაგრამ არსებობს აზრი ზურა აქვე რომ გამოცდილებიდან გამომდინარე რომ როდესაც ესეთი ლაპარაკი იწყება, ხშირ შემთხვევაში იკვე იქ არის ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში ამას აქ აი ეს არის სწორედ ამ შემთხვევაში ტომაჰავკებზე საუბრის დაწყებას აქვს იდეოლოგიური და სამხედრო მნიშვნელობაც უკვე და შევახსენებ პარალელს გავაკეთებ რომ პუტინმა გააჩერა თავისი ჯარები გორთან მაშინ როდესაც ინფორმაცია მიაწოდეს რომ პენტაგონში ბუში თავის თავდაცვის მინისტრთან ერთად განიხილავდა როკის ზე წერტილოვანი დარტყმების თვითმფრინავების დარტყმების შესაძლებლობას. როგორც კი ეს გაიგო, როგორც კი ეს საუბარი გამოვიდა, რომ აი ამ თემაზე საუბარი დაიწყო ამერიკა ხوارული, უღია გადაწყვეტილება. განიხილავდა შესაძლებლობას. ეს